ძალიან ცნობილი რესტორანი ბულაჩაურში ჩვენი ეზო. ამ რესტორანზე არაერთხელ მოგწერა მომხმარებელმა, ზოგი კმაყოფილია, ზოგი უკმაყოფილოა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია ჩვენს ჩამონათვალში ეს რესტორანი დგას და აი სახალხო კონტროლი ჩვენს ეზოშია. პირველს რასაც ვუყურებ, როგორც კი შემოვედი სამზარეულოში, ეს არის რომ ობიექტზე ჰასპი არის დანერგილი, იმიტომ რომ ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს და ამოწმებენ ხოლმე. ოღონ აი ერთია ცუდი, რომ კონკრეტულად ანუ ერთი დღის მანძილზე რაღაც გარკვეულ ერთ საათზე ამოწმებენ და სინამდვილეში რამოდენიმეჯერ აი ხმარების და მიხედვით უნდა გადამოწმდეს და კარგი იქნება თვითონ ჰასპის სპეციალისტი თუ კიდე ერთხელ მოვა და დაატრენინგებს ჯგუფებს, იმიტომ რომ აუცილებელია რომ მიმდინარეობდეს სრული კონტროლი. მაცივარი სუფთაა, ნახეთ, აი ყველაფერი აბსოლუტურად არის ცალ-ცალკე კონტეინერებში ლამაზად მოთავსებული, აი იდეალურად გასუფთავებული არის თვითონ დახლები. ოღონ რაცაც ერთს ვთხოვ, ეს არის ჰასპიდან გამომდინარე და სტანდარტიდან გამომდინარე, აუცილებელია რა იყოს? სტიკერები. სად არის? და გავიწყდათ. რა დავინახეთ თქვენი სახელი? ბატონო მამუკა. აი ასე რო გაქვთ ყველაფერი ჩაწიკწიკებული. ამას შეხედეთ. და აქედან ჩაყრუ მტვერ შეხედეთ. აი როგორც კი გავალ ეხლა სასწრაფოდ გაასუფთავეთ. აი აქ რო ყველაფერი აი ასე გაქვთ ნახეთ. ლამაზად ჩაწყობილი, აი ყველაფერი აბსოლუტურად აი ამ კუთხეების, აი ამ მტვერის გამოგეპარათ. ძალიან კარგი ნიჟარები არის, უჟანგავი. კარგი არის, რომ მაგიდაც არის უჟანგავი, ოღონ ტელეფონი მაგიდაზე, სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, არ უნდა იყოს, დახლებზე დავდოთ. დესერტებზე აუცილებლად უნდა იყოს ვადები, იმიტომ რომ 16-ს უყურებ, რა არის 16, ოღონ არ ვიცი. და ეს ძველი ეტიკეტია და ვერანაირად, იმიტომ რომ თვითონ პროდუქტს უყურებ, რომ ძველი არ არის. მაგრამ 16 რიცხვიდან თუ ვიანგარიშეთ, მაშინ ძველია, მაგრამ 16 არის ძველი ეტიკეტი, ნახევრად ახეული, ბოლომდე არა. ინტერიერი მომწონს. ძალიან ლამაზი, მდიდრული ინტერიერია. მაგიდის გადასაფარებლები, აი ფშავურ ეთნო მოტივებზეა შექმნილი, ნახეთ, როგორი ლამაზებია. აი აქ კიდევ განსხვავებული, მინდა გაჩვენოთ. და ბუხარი. ანთებული არ არის, მაგრამ შეშა არის და როგორც კი აცივდება, აძიგძიგდება ცეცხლი. ეს აგური და ხე ტრადიციულია ქართული რესტორნებისთვის, მაგრამ აქ მაინც ძალიან ესთეტიკურად, ჰარმონიულად არის ყველაფერი გაკეთებული და გაფორმებული. აი თუნდაც აი ეს კედლის ხალიჩა, ნოხი, აი ნახეთ როგორია, ყველაფერი ფშავურ მოტივებზეა შექმნილი. ბარიც კი არის შეხამებული აი ლამაზად ქვაში და აი ეს ჭოლოფის ჭაღებით ძალიან მომწონს. მცენარეები ცოცხალი რაც მთავარია. შევამოწმოთ კი ნამდვილად ყველაფერი ცოცხალია. უყურებ რომ ხორცი ახალია, მაგრამ ვადა გიწერიათ 9:11. აი ხარ რა დავიწყა კივилцივილი რომ ეს ვადაგასულია თქვა. ამ დროს არ არის ვადაგასული და კარგია. აი ხო ხარ ღირსი. და ყველაფერი კარგია, მაგრამ ეთიკეტები დაგავიწყდათ, ხო? ყველგან დაგავიწყდათ. და გამწოვი რომ იწმინდება, ამას ვხედავ. მაგრამ ეს გამწოვი რომ ძალიან გასაწმენდია, ამასაც ვხედავ. გასქურა იდეალურად გაწმენდილია. ეხლა მე თვითონ არ ვიცოდი აქ რომ მოხვდებოდი და ამათო მით უმეტეს არ იცოდნენ. სრულიად შენარჩუნებულია მოულოდნელი შემოსვლა, რაც დამხვდა ობიექტზე. პრინციპში ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული და იატაკიდან დამთავრებული, აი ჭერი, ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული, მაგრამ გასაკეთებელი კიდე ძალიან ბევრია სამწუხაროდ. სამწუხაროდ აი აქ კონკრეტულად სადაც ღია პროცესი ბატონო მამუკა მიმდინარეობს, ხოვნა არის რომ აუცილებლად აი სადაც სვენა არის შესაძლებელი. აი ეს კუთხეები ყველა სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ და ელემენტარულად ჩვენ რო გამწოვში არც შევიხედოთ, აი მე როგორც კი შემოვედი, ეგრევე დავინახე, ნახეთ, აი გადაბმებში იმდენად გაბიდნულია, აქედან არ დაბინძურდება, მაგრამ იქედან უკვე შეიძლება პროდუქტის სამწუხარო დაბინძურება და აი ნახეთ, ყველგან აბსოლუტურად იწყებს წვეთას. ანუ გამწოვის სისტემა, მე მესმის ზაფხული, ძალიან ცხელი ზაფხული ჰქონდათ. ძალიან ბევრი ტურისტმა გაიარა. ობიექტი არის ძალიან
პოპულარული ორგანოლეპტიკურად გამართული საჭმელი გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს რა ხდება სამზარეულოში, ზუსტად იმიტომ რომ თბილისიდანაც ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის, უბრალოდ იმიტომ რომ თქვენი გემრიელი კერძები დააგემოვნოს და გამწოვიც ამაზე მეტყველებს. მაგრამ ჩემი უხედი თვალი თუ ხედავს, თქვენი თვალი ამას ატო ვერ ხედავს. ჩვენი განსხვავებულია ჩვენი გამწოვი. გიყვარს ჯუჟუნოწიმა? მე არა, კონდენსატის არა. ყველაზე ძლიერი დატვირთვა ამას აქვს ესა ჩამოსახსნელი და გასარეცი. ერთი თვალით შევავლოთ, იმიტომ რომ ეხლა სიცარიელეა, სეზონი არ არის, გასაგებია. დარწმუნებული ვარ, რომ ზაფხულში ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ რესტორანს. ეხლა კი უბრალოდ ჩამოვჯდებით და აბა კამერას შეუძლია ეხლა ეს ყველაფერი გადაიღოს. რა მოვწოს კიდე იცით, აი ხელს რომ დაიბანს ადამიანი და აი მძუნძგლიან პირსახოცებზე არ უწევს ხელის გამშრალება და აი ესეთი არაჩვეულებრივი ერთჯერადი ხელსახოცებია. ეს არის მისაღები, მოიცა ჯერ ვერ დავამთავრეთ ბოლომდე მაცადე უკვე მეორე ჩამოშალა. აი ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ სისუფთავე ხელის არის აქედან გამომდინარე ძალიან მარტივად შესანარჩუნებელი და კარგია როცა აი მრავალჯერადი არ არის და ერთჯერადი ხელსახოცებით იმშრალებენ ხელს. არ დამთავრებულად ხელი პერიოდი, კიდე ძალიან ბევრი სტუმარია, მაგრამ აი გასკურა აი ესე სუფთა გაპრიალებულ მდგომარეობაში. ეს ეხლა გაწმინდეთ? ო, საღამოს იწმინდება. დღეს დალაგების დროა. ვერ მოასწარით. მე არ გაგიკვირდეთ სულ დროს მოვდივარ, არ გაგიკვირდეთ. კაი, ეხა თქვენი ჯერია გოგოება. აჰა, ხინკალი, სახინკლე, მოვედი. აბა აქ რა ხდება? ნუ გამწოვებში პრობლემები სამწუხაროდ არის. აი აქაც არის, ნახეთ, არასასიამოვნო არის, მაინც ეს ბოლომდე უნდა დაიხუროს, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, როდესაც აი ორთქლი ადის სამწუხაროდ მერე მტვერი ძალიან მარტივად ეწეპება. აქ ფქვილის დიდი რაოდენობით ხდება ფქვილის ბრუნვა, აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს ცოტა ფქვილიც, თუმცა მოწესრიგებული, სუფთა, გაწკრიალებული ქალბატონები მუშაობენ და აი აქ ნამდვილად ცუდი მდგომარეობა არ არის. ხელთათმანები მიხარიერო, ყველგან ხელთათმანებს ვიძახი და ვერ მაწვრიან და ჩემით დავდივარ. აქ ყველა აბსოლუტურად ოთახში ხელთათმანები ვნახე და შეიძლება ერთი ცალი ავიღო? იმიტომ რომ რაც მქონდა ვიხმარე და აი ეგარ ერთ ხელთათმას ახალს ვიცმევ. ტემპერატურის გამზომველი მოწყობილობა აქაც არის მაცივარში, აქაც ტემპერატურულ რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს. აჰა, აი აქ არის მაცივარი. აბა მიხარით რა არის დანაშაული ჩვენ? ეს შევა შიგნით. კი ბატონო, შებძანდით შიგნით. საბუთები ყველაფერი დღევანდელი? ხბო მარკირებულია, ხორცი დამუშავებულია. სანამდე მე გამაცდინეს, მანამდე ხსველი ატაკია და მოწმინდეს, მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოწმინდეს, მთავარია რომ სუფთაა და ეს არის ყველაზე მეტი მთავარი. კი ბატონო და მაგას ზუსტად ვაღიარებ. ბატონო მამუკ, აქ რა არ მომეწონება თქვენი აზრით? ხების გადაშლებიალია? ესა იმიტომ რომ როდესაც აი ამ ხელა უკვე ნაპრალები აქვს და შიგნით ჯდება ჭუჭყი, მაშინ ან უნდა გადასწორდეს და სპეციალური აპარატი ალბათ გექნებათ თუ არა და არ არის ძვირი და მაგის ყიდვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს თუ კი გაქვთ, ესე ძალიან კარგია, ყველაფერი ქონიათ და ყველა პირობა ქონიათ. ეს რა არის? ეს რა არის? ეს რა არის? ჯანდაბა. ტარაკანა არ იყო, ხოჭო იყო. არა, ტარაკანა არ იყო. მე ვაღიარებ, ეხა რატო შეიძლება ეხა ვიდეოში ეგ დარჩეს, მაგრამ არ იყო ტარაკანა და ხა რაც არა გაქვთ, ესეც ხო ვერ ვიტყვი. ენა. ეხლა ხო არ ღირსი ჩემი ენას ამოად, აი ნახეთ. იდეალური ენა. აი ხო არ ეხა ღირსი იმდენი ვლაპარაკე რომ ჩემი ენაც ჩაყინონ. ეს არის ხორცის მანქანა. აჰა.
ხორცის მანქანა. რა მიყვარს ხორცის მანქანა? აჰა, კარგად გამორიცხილია. აი ყველაზე უფრო სიამოვნებს, როდესაც ადამიანი სათანადო თოვლის ხორცს, იმიტომ რომ ხორცი, კვერცხი და თევზი ყველაზე დიდ რისკ ფაქტორია. ხო და მეთანხმები? აუცილებლად. სარკესთან ტრიალი კარგია, მაგრამ ჯერ სველი წერტილები არ გადაგვიღია და მოდით აქაც შევიხედოთ. ძალიან სიმპათიურად გამოიყურება, ხეშია, ყველაფერი სუფთად არის. ნახეთ როგორი სუფთა საპირფარეშოა, მოწესრიგებული, კაფელი, მეტლახი, აი უკვე დარწმუნებული ვარ, რომ სამზარეულოდ სუფთა, იმიტომ რომ ძალიან სუფთა ცხელი წყალიც მოდის, არის საპონი, ყველაფერი არის. და აი ძალიან მომწონს ესეთი სისუფთავე რო არის, აი ყოველთვის არ ვიცი, დობით აღჭურვილი ხარ, როდესაც ხედავ რომ სისუფთავე. ესე იგი, კერძებით სუფთად იქნება დამზადებული, დარწმუნებული ვარ, ამიტომ მე მომწონს ესეთი მიდგომა. მოკლედ ვიტყვი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ბულაჩაურის რესტორნით ჩვენი ეზო. მე პრინციპში დავასრულე უკვე აბსოლუტურად ყველა კუნჭული მოვიარე და ყველა კუნჭული ვნახე და სიმართლე გითხრათ, ობიექტი მომეწონა. იმიტომ რომ ნამდვილად არ შეიძლება ამ ადამიანებს დაუკარგო ის ნაშრომი, რაც მე აქ ვნახე. მართალია ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ აი მეორედ რომ მოვალ ბატონო მამუკა და ის გამწოვები დამხვდება. ძალიან გავბრაზდები.